2025 წლის მარტში შარშანდელ ანალოგიურ თვესთან შედარებით ბადრიჯანი 46%-ით გაძვირდა. რამ გამოიწვია გაძვირება ზუსტი მიზეზი ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია, რომ ამ პერიოდში საქართველოში ძირითადად იმპორტირებული ბადრიჯნის რეალიზაცია ხდება. იმპორტის მონაცემები კი მცირედით შემცირებულია. კერძოდ საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში $789,250 1085 ტონა ახალიან გაციებული ბადრიჯანი შემოვიტანეთ. გასულ წელს კი ანალოგიურ პერიოდში ოდნავ მაღალი მონაცემები დაფიქსირდა. $899,840 1096 ტონა. ბადრიჯნის იმპორტი შემცირებულია წლიურ ჭრილშიც. 2024 წელს ჩამურად $6,300,000 ღირებულების 8,521 ტონა ბადრიჯანი შემოვიტანეთ. მაშინ როცა 2023 წელს იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 9,213 ტონა იყო. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ბადრიჯანს ძირითადად თურქეთში ვყიდულობთ. ბადრიჯნის 46%-ით გაძვირებას სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, თუმცა ძირითადი ფაქტორი პროდუქტის გაზრდილ მოხმარებას და იმპორტის შემცირებას უკავშირდება. როგორც კომპანია იმერის დამფუძნებელი ამბობს, მომწოდებელ ქვეყანაში თურქეთში ბადრიჯანი გაძვირებულია. იმპორტზე დამოკიდებულება, მაღალი მოთხოვნა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის დეფიციტი საბოლოოდ გავლენას ბადრიჯნის გასაყიდ ფასზე ახდენს. თუ შემოდიოდა პირობითად ვამოხსნას გარკვეული რაოდენობა, წელს უფრო გაზრდილია უკვე 30%-ით მეტი ან უფრო შედარებით ცოტა ნაკლებით მეტი მოხმარება გვჭირდება. შესაბამისად, რომ დაადგა უფრო უმეტესწილად მოგვაქვს პროდუქცია ირანიდან, მოგვაქვს თურქეთიდან და თურქეთმა რო ვეღარ გაუძლო ბაზარს და ანუ რო მეტი დაწუხა რო წამოვიდა, იქ ადგილობრივ თურქეთშიც გაძვირდა და შესაბამისად გამოიწვია ამ ყველაფერმა პროდუქციის გაძვირებაც. ამ ეტაპზე ჩვენთან ქართული ბადრიჯანი ამ ეტაპზე არ არის და უფრო ვართ ძირითადად უფრო იმპორტზე დამოკიდებული. ეს მოხმარების ზრდაც უკვე გამოწვეული იქნება ფასის მაჩვენებელი იმატებს. ადგილობრივ საახლოებით ორ თვეში ველოდებით უკვე ადგილობრივი მეურნეობები დაიწყებენ ბადრიჯის და შედარებით ფასი უკვე წამოვა ქვემოთ კლებისკენ. იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა პროდუქტის ფას ვერ განსაზღვრავს და დაადგენს, ფას მომწოდებელი აწესებს. ასე აფასებს ბადრიჯნის და ზოგადად სხვა იმპორტირებული პროდუქტის ფასების მუდმივ ცვალებადობას სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი. როგორც გოჩა ცოფურაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს პოტენციალი ბადრიჯნის წარმოების კუთხით თვით უზრუნველყოფილი იყოს. ამისთვის კი მიზნობრივი პროგრამების არსებობა, სამაცივრე და სასათბურე მეურნეობების განვითარებაა საჭირო. დარგის სპეციალისტ მარნეულის მაგალითიც მოყავს, სადაც ბადრიჯნის წარმოების ყველა პირობაა. თუმცა მაგალითად წლების წინ გაკეთებული სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ტექნოლოგიური და სხვა ხარვეზების გამო ვერ გაიმართა, დღესაც უფუნქციოა. მარნეული შეუძლია იმდენი ბადრიჯანის მოყვანა, რომ არათუ საქართველოს ეყოფა გაცილებით მეტიც შეიძლება, შესაძლებელია ამის შენახვა გარკვეული პერიოდი და ამავდროულად ამავე რაიონში შესაძლებელია და მის მიმდებარე ტერიტორიებზეც იგივე ბოლნისშიც, გარდაბანში და სხვაგანაც შესაძლებელია სასათბურე მეურნეობით მოვიყვანოთ დიდი რაოდენობით და აუცილებლად იქნება დაბალი თვითღირებულების და იმპორტი აღარ იქნება, ასე ვთქვათ, ესე გაბატონებული და თამაშის წესებს გვიქმნის თვითონვე აწესებს იმპორტიორი ჩვენ ბაზარს. იმპორტირებული ბადრიჯნის 100%-ით ჩანაცვლების პოტენციალზე საუბრობს საქართველოს ხილისა და ბოსნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელიც. ვახტანგ ბეჯიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბადრიჯანი უმეტესად ღია გრუნტზე მოყავთ. მოსავლის მოცულობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა კი რთულია. შესაბამისად, ისეთი მოთხოვნადი პროდუქტის წარმოების პროცესში, როგორც ბადრიჯანია, უმნიშვნელოვანესია სასათბურე მეურნეობების განვითარება, რომელიც ადგილობრივი წარმოების უწყვეტობას შეუწყობს ხელს. როდესაც ქვეყანაში ადგილობრივი დარგი არის სუსტი და ადგილობრივი წარმოება არ არის აქტიურად იმ გარკვეულ პერიოდებში და თუნდაც არ არის სასათბურე მეურნეობები, სადაც იწარმოება ბადრიჯანი. თავისთავად ცხადია, როდესაც იმპორტი მიდის ჩვენი მეზობლებისგან და იმპორტზე შემოგვაქვს პროდუქცია, ფასი თავისთავად ცხადია იზრდება. გარკვეული საგადასახადო პოლიტიკით, რაღაც გარკვეული შეღავათებით, ასევე გრანტებით და გარკვეული სახელმწიფო დაფინანსებით, კერძო სექტორთან ერთად ორი პოლიტიკით და მუშაობით შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში ადგილზე იქნას იმდენი ბოსნეული წარმოებული, კონკრეტულად ბადრიჯანი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენი მოთხოვნა სრულ სეზონზე თუ არა, გარკვეული ერთი ან ორი თვის ჩაგდებით
მაინც ძალიან იქნება დაკმაყოფილებული. სამყურას დამფუძნებელი და ფერმერი ამბობს, რომ იმპორტდამოკიდებულება და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის სიმცირე გამოწვევა არა მხოლოდ ბადრიჩნის, არამედ სხვა კულტურების წარმოებაშიც. ფერმერი განმარტავს, რომ პრობლემის სათავე სათბურების, ფინანსების და ფერმერებში ცოდნის დეფიციტს უკავშირდება. ლაგოდეხი ძალიან გამოირჩევა რა მესათბურებაში, რომ ადრე მოყავთ რეალურად ბოსტნეული რა. და ფერმერმა არიციან მესათბურება. აკრავენ მაგალითად ერთწლიან ფირს, რომელიც ყოველ წელს უნდა ცვალო და ფინანსურად რო დაითვალო, ძალიან წამგებიანია ესე რომ ვთქვა და არ აკრავენ მრავალწლიან ფირს, რომელიც გაცილებით იაფიჯდება, უფრო მეტ სითბოს ინარჩუნებს და შრომაც ნაკლები უნდა. ანუ ამ მიმართულებით ხო მესათბურებაში ან ცოდნა საერთოდ არ აქვს და თურქეთი და სხვა ქვეყნები მაგიტო გჯობიან, რომ ცოდნა აქვთ როგორ მოიყვანონ, რაოდენობრივად იციან, რამდენი უნდა მიიღონ. საქსტატის მონაცემებით ბადრიჩნის ადგილობრივი წარმოება 2020 წელს 4100 ტონას შეადგენდა. 2021 წელს 3000 ტონამდე შემცირდა. 2022-ში კი 2900 ტონამდე. საქსტატს ბოლოს 2023 წლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოყვანილი ბადრიჩნის რაოდენობამ განსხვავებით გასული წლებისა ზრდა აჩვენა. უფრო კონკრეტულად 2023 წელს ბადრიჩნის წარმოებამ 5000 ტონას მიაღწია.